გამარჯობა. მალე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტთა პირველი იმიტირებული პირდაპირი ჩართვა. დღეს სტუმართან ერთად ქართული ქალაქური ტრადიციული ხელოვნების შესახებ ვისაუბროთ. ქალაქური სიმღერის ფენომენი საქართველოს გარდა სხვა ქვეყანას არ მოეპოვება. მთავარი სტუმარი ქალაქური სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი ნათია ზეინკლიშვილი და მისი დაუვიწყარი სიმღერების შექმნის საიდუმლო. წარმოუდგენელი იყო, რომ როდისმე დამეშვა, რომ მე შეიძლება სიმღერა დავწერო. ქალაქური სიმღერა და ქალაქის ცხოვრების წესი. და ყველა ქალაქს თავისი ქალაქელი ხო ყავს. და ეს ქალაქელი ადამიანები სხვადასხვა კუთხის ისე გვანან ერთმანეთს, რომ ვერ წარმოგიდგენია. სიმღერის წარმატებისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ლექსი. თქვენ ამ ხრივ გაგიმართლოთ, რადგან გვერდით გყავდათ მანანა სიამაშვილი. თუ კი რამე წარმატება შეიძლება ერქვას ჩემს სიმღერებს და რაღაცა ცნობილია, ეს მართლა ვიცახი, ეს არის მანანა სიამაშვილის დამსახურება. ნათია ზეინკლიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერის ისტორია და მომავალი ჟურნალისტების მთავარი სიურპრიზი. შემთხვევით ავიღე რაღაც წიგნი, რომელიც არ უნდა ამეღო და რომ რაღაცა გადავშალე და ვხედავ ის ლექსი მანანას შვიდიცის ანგელოზი. მალე ყველა მულტიმედია პლატფორმაზე